მოგესალმებით. მე ვარ ვახო ჯაფარიძე და 9 საათია თბილისის დროით შესაბამისად ვიწყებთ ეთერს. ვიწყებთ ეთერს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ნეიროლინგვისტური პროგრამირების NLP-ს, ესეც საინტერესო მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია ღუზა, საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვისათვის. შესაბამისად, შეიძლება მომწერეთ კომენტარებში, რამდენად კარგად ისმის ჩემი. ასევე გთხოვთ, რომ ეს ეთერი გაუზიაროთ იმათ, ვისაც ჭირდება თქვენი აზრით ემოციური მდგომარეობის მართვა. შესაბამისად დავიწყოთ. როდესაც იწყებ საკუთარ თავზე მუშაობას, ხო, როდესაც საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება გინდა კაპიტალურად, გლობალურად და არა სიტუაციურად. შესაბამისად, პირველი რაც უნდა ვქნათ, უნდა ჩავხსნათ ძველი ღუზები და ტრიგერები. მაგალითად, გსურს მეტი თავდაჯერებულობა, ხო? მაგრამ ბინა, რომელშიც შენ ამდენი წელი გატარებული, ქვეცნობიერად გახსენებს, ასე ვთქვათ, იმას, რომ ძირითადად იყავი საკუთარ თავში დაეჭვების მდგომარეობაში, ხო? ანუ კონკრეტულ ადგილზეა მიბმული, კონკრეტულ ადამიანებზე შეიძლება იყოს მიბმული, კონკრეტულ სიტუაციებზე შეიძლება იყოს მიბმული და ასე შემდეგ. შესაბამისად, ასეთი შინაგანი ემოციების გამომწვევი შეიძლება იყოს ადგილები, შეიძლება იყოს ნივთები, საგნები, შეიძლება იყოს დღე-ღამის პერიოდი, შეიძლება იყვნენ ადამიანები, შეიძლება იყვნენ ცხოველები, გამოსახულებები, ხმები, შეხება, სუნი, გემო. აი ხო ყოფილა თქვენ ცხოვრებაში მაგალითად ვიღაცამ ჩაგიარათ რაღაცა პარფიუმით და უცებ ამ პარფიუმზე ვიღაცა გაგახსენათ, აი ესე ვთქვათ, გაიხსნის დავიწყებული. ან მუსიკა, რომელიც გახსენებს კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ ადამიანს და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ესეთი ტიპის ღუზები, ხო, არის ჩვენ ცხოვრებაში ბევრი. რა არის ღუზა? ღუზა არის რაღაცა გარემოში, ასე ვთქვათ, რაღაცა სტიმული, რაღაცა სიგნალი, რაზეც არის მიბმული ჩვენი შინაგანი რეაქცია. და სანამ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს და სანამ ასე ვთქვათ, უშუალოდ განვიხილოთ ტექნიკურად რა არის ღუზები, როგორ გამოვიყენოთ ისინი, თუ შეიძლება ერთიანათამდე დაწერეთ კომენტარებში, რამდენად კარგად მართავთ საკუთარ ემოციებს. ანუ რამდენად ხართ ემოციურად გაწონასწორებულ მდგომარეობაში უმეტესწილად. განსაკუთრებით ჩვენ საინტერესო დროს არის ეს აქტუალური, როდესაც მსოფლიოში ხდება ამდენი ცვლილება. და საინტერესო რა არის, იცით რომ ჯერ მოდი ვთქვათ ღუზა რა არის როგორც ასეთი, ხო? ღუზა არის რეალურად პირობითი რეფლექსი. NLP-ს მოგონილი არ არის ღუზა. NLP-მ უბრალოდ დაიწყო ღუზების გამოყენება. ღუზა როგორც ასეთი გამოიგონა აკადემიკოსმა პავლოვმა, გახსოვთ ხო ანატომიის კურსიდან, თუ ზოოლოგიის კურსიდან მეგონი ანატომიის, აღარ მახსოვს, როდესაც იყო აღწერილი მისი ცდები ძაღლებთან, როდესაც ძაღლებს აჭმევდნენ საჭმელს და რეკავდნენ ზარს. და ასე აკეთებდნენ მრავალჯერ, შემდეგ რეკავდნენ ზარს, საჭმელს აღარ წარმოადგენდნენ, მაგრამ ასე ვთქვათ, ხდებოდა ნერწვის გამოყოფა ძაღლებთან, რაც ნიშნავდა, რომ ასე ვთქვათ, ძაღლებმა დაიწყეს საჭმელზე ზარზე ისეთივე რეაქცია, როგორც საკვებზე. შესაბამისად, ესეთი ღუზები, ასეთ სიგნალებზე ჩვენი რეაქციები მრავლად არის წარმოდგენილი, ბავშვობიდან ვიწყებთ ამის სწავლას, ხო? იმიტომ რომ ბავშვობიდან ჩვენ არ გვახასიათებს აპრიორული ემოციური დამოკიდებულება სახლისადმი, სამშობლოსადმი, ახლობელი ადამიანებისადმი, გარკვეული ტიპის საჭმელებისადმი და ასე შემდეგ.
აი ძალიან ბევრ რაღაცასთან არ გვაქვს არანაირი დამოკიდებულება, არის აბსოლუტური ნოლი. და შემდეგ ბავშვობაში ვიწყებთ აი ამ ასე ვთქვათ, ღუზების ჩამოყალიბებას, ხო ეს ღუზები როგორც წესი ყალიბდება, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად. და შემდეგ, როდესაც ამ რაღაცეებს ვხედავთ, ან ამ რაღაცეებზე ვფიქრობთ, აი მაგალითად დაფიქრდით ახლა რომელიმე ახლობელ ადამიანზე, რომელიც გიყვართ და დააკვირდით ამ ადამიანზე, რომ დაფიქრდით, როგორი რეაქცია წამოვიდა სხეულში. და საინტერესო ისაა, რომ არ დაგჭირდათ ანალიზი, გააზრება, მიზეზების ჩამოთვლა, რატო გიყვართ ეს ადამიანი, უბრალოდ წამოიღო სიყვარულის გრძნობა სხეულში, ხო? ასეთნაირად მუშაობს როგორც პოზიტიური ღუზები, ისე ნეგატიური ღუზები. ხო არის თქვენ ცხოვრებაში ადამიანები, იმაზე რომ იფიქრება აუდე და მეტა ეს არ მანახა, ხო? შესაბამისად, ღუზებმა შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური რეაქციები, შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური რეაქციები, შეიძლება გამოიწვიოს სპეციფიური რეაქციები, მაგალითად, ძლიერი კონცენტრაციის უნარი, შეიძლება კონცენტრაციის გზნობა, ცნობის მოყარეობა შეიძლება ჩაგვირთოს ღუზამ, ხო? აი გაიხსენეთ, ბავშვობაში ცნობის მოყარეობა ყველაზე ძალიან სადგერთვება. აი რა გაინტერესებდათ იმდენად ძლიერად, რომ აი ხანდახან გავიწყდებოდათ დრო, სად ახართ, აი რაღაც შეიძლება თამაში ყოფილიყო, შეიძლება რაღაც წიგნი ყოფილიყო, შეიძლება კიდე რაღაცა ყოფილიყო. აი ამაზე ხართ, როდესაც ძალიან ძლიერად იყავით რაღაცაზე კონცენტრირებული. იმიტომ რომ მაგალითად აი ეს მოგონება იმის შესახებ, თუ რაზე იყავით ესე ძალიან კონცენტრირებული, დღეს წარმოადგენს თქვენს რესურსს და აი ეს კონცენტრაციის უნარი შეგიძლიათ გადმოიტანოთ შესაბამისად იმ სიტუაციაში, სადაც მეტი კონცენტრაცია გჭირდებათ. ღუზები ჩვენ გვაძლევს ძალიან ბევრ საინტერესო საშუალებას, ანუ გვიხსნის ხელფეხს ძალიან ბევრი მიმართულებით და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემოციური მდგომარეობა ვცვალოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გვსურს მისი შეცვლა. ჩვენ შეგვიძლია ღუზების მეშვეობით შევადგინოთ ემოციური მდგომარეობების მთელი კოქტეილი, მაგალითად, ხო? ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა შეიძლება გავაკეთოთ. ყველაზე მთავარი პრობლემა, ასე ვთქვათ, როდესაც საუბრობთ ემოციურ სტაბილურობაზე, ხო? როდესაც ემოციურად არეული ხარ, აი იმ მომენტში აბსოლუტურად გავიწყდება ტექნიკები, სავარჯიშოები, გავლილი ტრენინგები, ყველაფერი ერთად გაქვს აბსოლუტური შეგრძნებაა იმისა, რომ აი ცნობიერ დავიწროვ და ხარ მდგომარეობაში, რომელსაც მე ვეძახი საკუთარი სულფასოვნების დავიწყების მდგომარეობა. და მე რომ გადის ეს დრო და ცოტა ასე ვთქვათ, გამოიხედები ხოლმე თვალში, მე გახსენდება, ვიმე ამდენ აი ის რატო არ გავაკეთე, ეს რატო არ გავაკეთე, ეს ტექნიკა რატო არ ვქენი, ის სავარჯიშო რატო არ გავაკეთე, იმაზე რატო არ დავფიქრდი, აი რაღაც ქვეყანაფული რომ გადაყრილი რაღაც გოუგებარ ტრენინგებში სავარჯიშოები რომ აქ ნასწავლი, აი ეს ყველაფერი რატო არ გამახსენდა. აი ეს არის ხოლმე მთავარი პრობლემა. როდესაც ჩვენ გვაქვს ბევრი ცოდნა, ბევრი უნარი, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში უბრალოდ მათთან წვდომა არ გვაქვს. რატო? იმიტომ რომ სტრესის დროს, შფოთის დროს, ემოციური ქაოსის დროს ხდება ცნობიერების დავიწროება. რის მოგსვლიათ ესეთი რაღაცა მინუსი დასვით კომენტარებში თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა მე მინდა გასწავლოთ, როგორ აღარ ჩავარდეთ ესეთ მდგომარეობაში არასდროს. ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ გექნებათ რაღაცა ნეგატიური ემოციური მდგომარეობა, ხო? ყოველთვის გექნებათ შინაგანი წვდომა იმ აზროვნებასთან, რომელსაც აქვს უნარი, რომ აი ამ ემოციური მორევიდან გამოგიყვანოთ. ამისთვის ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ღუზა, ხო? როგორც თქვით, ღუზა შეიძლება სხვა ფორმის იყოს, შეიძლება იყოს ვიზუალური, შეიძლება იყოს ხმოვანი, ხო? მაგალითად, საყვარელი ადამიანის ხმა, ღუზა ავტომატურად იწვევს ჩვენში ემოციას. უბრალოდ შეიძლება იმდან შეჩვეული ვართ ამ ემოციას, რომ ასე ვთქვათ, მაინდა მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ სხეული მაინც რეაგირებს. მოდი გავაკეთოთ ესე. იმ მომენტში, როდესაც მე თქვენ გთხოვთ, ოღონდ ეხლა არქნათ, გინდა მარჯვენა, გინდა მარცხენა ხელზე, ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ავიღოთ ცერათითი, მაგალითად, და ნეკათითი.
და როდესაც გთხოვთ, ეხლა არ ქნათ, ეხლა უბრალოდ მე შემოვხედეთ, აი ეს ორი თითი ესე ერთმანეთს დავაჭიროთ. ხო? აი წერა თითის და ნეკა თითის ბალიშები დავაჭიროთ და აი ერთი 10 წამით მინდა რომ ესე გვეჭიროს. ოღონდ ეხლა არ გავაკეთოთ. ესე იგი, თუ არის უსაფრთხო თვალის დახუჭვა იმ სიტუაციაში, სადაც ეხლა ხართ, მოდი დავხუჭოთ თვალი. და გაიხსენეთ სიტუაცია, რომელშიც ან სიტუაციები, რომლებშიც ხართ ემოციურად, ეს ქაოტურად არეული. ან რაღაცა აზრების ნაკადს ვერ აჩერებთ. ან შინაგანი საყრდენის დაკარგვის შეგრძნება გაქვთ. მოკლედ ქაოსია თქვენ შიგნით რა. ხო და ამაზე რო კონცენტრირდებით და ამას რო იხსენებ, აცალეთ საკუთარ სხეულს, რომ ეს ნეგატიური ემოცია წამოვიდეს სხეულში. აი არა მარტო გონებრივად გაიხსენეთ, აი სხეულს აცალეთ, რომ გაიხსენოს ეს ზღარი შინაგანი მდგომარეობის ნეგატიური შეგრძნებები და რო იგრძნობთ, რომ სხეულში ეს წამოვიდა საკმაოდ ძლიერად ეს ნეგატივი. აი მაშინ ესე იგი ხელზე წერა თითი და ნეკა თითი ერთმანეთს დააჭირეთ და ერთი 10 წამი ესე მაგრად დაიკავეთ. ხანდახან სწრაფად გამოდის ამ მდგომარეობის გამოწვევა, ხანდახან ნელ-ნელა ბრუნდება ემოციები. როგორც არის. აი რო იგრძნობთ სხეულში, რომ წამოვიდეს ნეგატიური მდგომარეობის ფიზიკური შეგრძნება, აი მაშინ დააჭირეთ თითებს და გეჭიროთ. საკმარისია. გავუშვით ან თითები გააცალკევეთ და მოდი ფიზიკურად შევიცვალოთ მდგომარეობა, ხო? მაგალითად, შეგიძლიათ დადგეთ და ცოტა, ასე ვთქვათ, გამოძრავდეთ, ან თუ დამჯდარ მდგომარეობა შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე, რომ ეს ნეგატიური მდგომარეობა სხეულში დაშალოთ. ეხლა მოდი ისევ დავხუჭოთ თვალი და გავიხსენოთ პოზიტიური სიტუაციები. სადაც თავს გრძნობთ ლაღად, თავდაჯერებულად, რელაქსირებულად, ხალისიანად და გაიხსენეთ ეს სიტუაციები, წარმოიდგინეთ, რომ ისევ იქ ხართ, იგივე ხედავთ, იგივე გესმით და აი აცალეთ აქაც, რომ სხეულში წამოვიდეს ეს შინაგანი მდგომარეობა. აი ფიზიკური შეგრძნება რო წამოვიდეს ამ პოზიტივის სხეულში და ხანდახან სწრაფად მოდის, ხანდახან თანდათანობით აცალეთ. და რო წამოვა ეს პოზიტივის ტალღას, რო იგრძნობთ ფიზიკურად სხეულში, იგივე ხელზე, იგივე თითები დავაჭიროთ ესე 10 წამით და გვეჭიროს. საკმარისია. გავახილოთ თვალი, გააცალკევეთ თითები, გაიხედეთ, გამოიხედეთ, სხვა საგნებს დააგვირგვით. ეხლა ისევ დახუჭეთ თვალი და სცადეთ ნეგატიურ ემოციურ მორევში დაბრუნება. აი ისევ დაფიქრდით იმ რაღაცეებზე, რაც ემოციურად გრევდათ და მიაქციეთ ყურადღება, თუ გამოგდით იგივე მდგომარეობაში დაბრუნება და იგივე ძალით აი ამ ნეგატიური ფიზიკური შეგრძნებების გრძნობა და გამოწვევა საკუთარ თავში და კომენტარებში მომწერეთ. შეიძლება აი რამდენად გამოგივიდათ, რომ დაბრუნდეთ იმ მდგომარეობაში და თავი ცუდად იგრძნოთ.
აბა, როგორ გამოგივიდათ? ანუ აქ შეიძლება მოხდეს 2-დან 1. ან ვეღარ ბრუნდებით იმ ნეგატიურ მდგომარეობაში, დიდი სურვილის მიუხედავად, ან ეს ნეგატიური ემოცია მნიშვნელოვნად შემცირებული. და იმდენად არის შემცირებული, ასე ვთქვათ, რომ აღარ იბნევი, მისი კონტროლის უნარი გიჩნდება. როდესაც ამ ტექნიკას ვაკეთებ, ჩვენ twin არის მოწყობილი ძალიან საინტერესოდ. როდესაც მას აქვს არჩევანი, ხო? აი რამდენიმე ვარიანტი როცა ყოველთვის ირჩევს უკეთეს. ამ შემთხვევაში ჩვენ მას რას ვასწავლეთ, რომ შეგიძლია იგრძნო თავი ცუდად, შეგიძლია თავი იგრძნო კარგად. და მისი ბუნებრივი მიდრეკილებიდან გამომდინარე, ირჩევს პოზიტიურ, ნეგატიურ მდგომარეობას. აი ეს სწრაფად შეიძლება ასე ვთქვათ, იმ შინაგანი მდგომარეობის შექმნა, რომელშიც საკუთარ თავზე ემოციურ კონტროლს აღარ დაკარგავთ. საინტერესო ის არის, რომ საკმარისია ამ სავარჯიშოს გაკეთება ერთხელ. ეს არ არის საპრაქტიკებელი ყოველდღე თითების გალურჯებამდე, არა. ერთხელ, როდესაც გააკეთებთ ამას, ტვინის გადასწავლება მოხდება ნეიროქიმიურ დონეზე და შესაბამისად ხდებით ის ადამიანი, რომელიც აი სიტუაციებში, სადაც ადრე თქვენ კარგავთ წონასწორობას, ანუ ის ადამიანი გახდით, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციებში წონასწორობა შეინარჩუნოს. არტივია. გიჩვენოთ კიდევ ტექნიკები? არის აქტუალური? Случаев ამ მარტივი ტექნიკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი რეაქციები თქვენს გარემოზე, ადამიანზე, სახლზე, სიტუაციაზე. მაგალითად, ერთი კლიენტი მყავდა, რომელსაც უჭირდა სექსის დროს მოდუნებულობა. ხო და რა გავაკეთებინეთ? ვთხოვე, რომ დაეხუჭა თვალით და ეს დაძაბულობის მდგომარეობა გამოეწვია საკუთარ თავში. აი იმ რაღაცებზე დაფიქრდი მეთქი, რაც შენში ამ დაძაბულობას იწვევს, ხო? ნუ იქ რაღაცები გაახსენდა, რომ პირველი სექსის დროს ვიღაცამ გააკრიტიკა თუ დაცინა, მოკლედ იყო მთელი ჩამონათვალი. უსიამოვნო რაღაცების და აი ზუსტად მაგერებზე დაფიქრდი მეთქი. დაფიქრდა და აი რო იგრძნობ მეთქი ამ დაძაბულობას, რომ გაქვავდები შიგნიდან და აღარ მახსოვს რომელი ხელი იყო და რომელი თითები, დააჭირა. გეჭიროს ერთი 10-15 წამი. ამგვარად დავამაგრეთ აქ. შემდეგ ხო რომ გაიშალა ხელი, ეხლა ადექი მეთქი და ცოტა გამოძრავდი რა, რომ ეს დაძაბულობის მდგომარეობა სხეულში ფიზიკურად დაანგრიებს, ანუ ხო და მე ვთხოვე რომ დაფიქრდი ისეთ რაღაცეებზე, სადაც გრძნობ თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ, მოდუნებულად და ასე შემდეგ. ხო და ამაზე ფიქრობ და ეს ყაი 10 თალე მეთქი, სხეულში წამოდის ხანდახან მაშინვე მოდის ეს შეგრძნებები, ხო? ჩვენ სხვა ფსიქოგამტარობა გვაქვს მარტივად რო ვთქვათ, აი ტვინიდან სხეულისკენ, ხო?
ვიღაცას იმევრულად მისდის, ვიღაცას რაჭულად, მარტივად რო ვთქვათ. ხო და ვიღაცა შეიძლება 2-3 წუთი დრო დაჭირდეს, რომ წამოვიდეს ესე. რომ იგზნო ეს პოზიტიური ემოცია, იგივე ხელზე, იგივე თითებს დააჭირდა გეჭიროს მეთქი 10-15 წამი აქაც. გააკეთე და მე ვთხოვე, აბა მეთქი, ხა ისევ იმ რაღაცეებზე დაფიქთი, რაც ესე გაბრკოლებდა მეთქი და გძაბავდა და აღარ გამომდისო. ხო და ნუ ეს აქავარო ხა შენ კაბინეტშიო და იქ რომ მივალო მერე. აი მეთქი, ნუ იქ რომ მიხვალ, ახე რა, როგორ წავა საქმე და თუ გაქრება ეგ პრობლემა ხო გადასარევი, თუ ვერ გაქრება და ნუ მოდი მე კიდევ ნახოთ რა შეიძლება გავაკეთოთ და მოკლედ ადამიანი იყო გაუცებული ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ორგაზმი. ну თურმე ასეც შეიძლება და ესეთი რაღაცები არსებობს ცხოვრებაში, შესაბამისად ტექნიკა არის შეხედვით მარტივი, მაგრამ მისი ეფექტი არის უმძლავრესი. კიდეს როგორ შეგვიძლია ეს ტექნიკა გამოვიყენოთ, ხო? მაგალითად, ვიღაცა ადამიანის მიმართ ემოციური დამოკიდებულება როგორ ჩავხსნათ. რა შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს ადამიანის მიმართ ემოციური მდგომარეობის ჩახსნა, ხო? პირველი, როდესაც ურთიერთობა დამთავრდა, მაგრამ შენ მაინც პერიოდულად გაწვება ემოციურად სურვილი, რომ აი ხوار დაურეკო, ხوار შევა. არა და ხვდები, ნუ რომ იქ საშინელება იყო. მაგრამ ჩვენი მეხსიერება უხერია, როგორ აკეთებს ხოლმე, იცი? ცუდ რაღაცებს დროთა განმავლობაში გვავიწყებს და გვეჩვენებოდა, რომ ნუ იქ არც ისე ცუდი იყო, არც ისე ძლიერად მირტყავდა თავში იდავს და რაღაც ეგეთები. ხო და ეს სადომაზოხისტური ლტოლვა რჩება ხოლმე რა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ აი ადამიანის მიმართ აქ გვაქვს აქტუალურად აწმყოში არსებულ ადამიანთან, მაგრამ ვიცით, რომ ეს ну არ იქნება ჩვენთვის სასარგებლო რა. ესეთი დამოკიდებულება, ხო? შეიძლება არც გქონია ურთიერთობა, აი ვიღაცას უყურებთ ვილოკებს, ხის ცოლს უყურებ ვილოკები და ნუ მაგრამ ხვდები რომ არ იქნება ეს არც სწორი, არც მორალური, ასე ვთქვათ და ამის შემდეგ გაჩნდება სხვადასხვა სირთულეები და ჯობია დროზე დაამოხრუჭო. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ამბავი. გამოვიყენოთ ეს უზა. როგორ ვაკეთებთ უყურეთ? რავი, თუ არ ვინმესთვის აქტუალური, თუ გაქვთ ადამიანთან ძლიერი რაღაცა ემოციური ბმა და გინდათ ამის ჩახსნა, შეგიძლიათ პირდაპირ ახლა გააკეთოთ, ხო? დაფიქრდით ამ ადამიანზე, ვის მიმართაც გაქვთ ესეთი ლტოლვა. ოღონდ სხვა ხელი და სხვა თითები შეარჩიეთ რა. იგივე არა, რაც წინაზე გავაკეთეთ. ანუ ცერათითი და აი რომელიმე სხვა ოღონდ საჩვენებელი არა. ან სხვა ხელზე შეგიძლიათ გააკეთოთ. დაფიქრდით იმ ადამიანზე, ვის მიმართაც გაქვთ ლტოლვა. თვალი დახუჭეთ. აცალეთ, გაიშალოს, წამოვიდეს ეს ლტოლვის გრძნობა. ნუ ეჭიდავებით. მოდუნდით და დაფიქრდით იმ ადამიანზე და ინახეთ რო იგრძნოთ. შემდეგ არჩეულ ხელზე არჩეული თითები, ასე ვთქვათ, დავაჭიროთ ერთმანეთს. 10-15 წამით საკმაოდ ძლიერად გვეჭიროს. ანუ ამ ღუზაზე, თითების ღუზაზე დავამაგროთ ლტოლვის განცდა. სხვა ადამიანის მიმართ. ოკეი. შემდეგ ვახელთ თვალს, თითები გაშალეთ და შეიცვალეთ მდგომარეობა, ხო? აი, გამოძრავრდით მარტივად რო ვთქვათ, რომ გამოხვიდეთ ამ ემოციიდან რა. ეხლა
ეხლა ვაკეთებთ რას? ისევ დახუჩეთ თუ შეიძლება თვალები და დაფიქრდით რაღაცაზე, რაც თქვენში იწევს ზიზღის გრძნობას. განავალი, რაღაცა დამპალი, ხო აი, წარმოიდგინეთ, რა ეხა ცხვირთან ახლოს არის. აი რაღაცა რაც ფიზიოლოგიურად ზიზღს იწევს თქვენში და ისე კარგად მინდა ამაზე კონცენტრირდეთ და ისე კარგად წარმოიდგინოთ, რომ გულის რევის შეგრძნება გაჩნდეს სხეულში. ხანდახან შეიძლება მაშინვე გაჩნდეს, ხანდახან ცოტა ხანში წამოიღებს, ასე ვთქვათ. ეს გულის რევის შეგრძნება რო გაჩნდება, იგივე ხელზე, იგივე თითებს, იგივე ძალით დააჭირეთ. აქაც 1.10-15 წამი. შეურიეთ ერთმანეთში ლტოლვა და ზიზღი. შემდეგ ვახელთ თვალს, თითები, ანუ ხელი გაშალეთ. შემდეგ ისევე დაფიქრდით ამ ადამიანზე. რომლის მიმართაც გქონდათ ლტოლვა, დახუჩეთ თვალი, მაგაზე დაფიქრდით და მიაქციეთ ყურადღება თუ დარჩა ლტოლვა. ხო, აი ფიზიკურ დონეზე თუ დარჩა ლტოლვის შეგრძნება. შეიძლება მთლიანად გაქრა, შეიძლება შემცირდა. მიაქციეთ ყურადღება რა შეიცვალა და მომწერეთ აბა. როგორც წესი, ან მთლიანად ქრება, ასე ვთქვათ, მოცემული ადამიანის მიმართ ლტოლვა, ან მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაძლოა რამდენჯერმე დაგჭირდეთ, რამდენიმე დღე ამ სავარჯიშოს გამეორება და დღითი დღე შეატყობთ, კვირიდან კვირამდე შეატყობთ, რომ სუნაკლები ლტოლვა გაქვთ, მე ფიქსსაც შეწყვეტ და მოკლედ მე საერთოდ ძალიან ძლიერი გონების დაძაბვა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ გაიხსენოთ, რომ საერთოდ ეს პერსონაჟი თქვენ ცხოვრებაში არსებობდა. აბა მომწერეთ კომენტარებში როგორ გამოგივიდეთ. კიდევ შეგვიძლია გამოვიყენოთ ღუზების ტექნიკა, ეს პროცესი იმისთვის, რომ შევცვალოთ რომელიმე ადამიანზე რეაქცია. მაგალითად, საერთოდ კი არ გინდა ჩახსნა, გინდა შეცვალო რეაქცია, რომ მაგალითად რომ ამ ადამიანს ზეგავლენა ვერ კონდეს შენზე. იმიტომ რომ ზეგავლენას ადამიანი ახდენს ღუზების მეშვეობით. ადამიანის სახის გამომეტყველება, ხმა, გარკვეული სიტყვები, ჟესტები და ასე შემდეგ ავტომატურად შეიძლება შენში იწვევდეს რაღაცა უსიამოვნო რეაქციებს, ხო? შეიძლება ბრას, შეიძლება დათრგუნულობა, შეიძლება კიდე ერთხელ და ასე შემდეგ. ხო და ანუ რომელიღაცა ადამიანი ჩვენზე მოქმედებს ნეგატიურად. ამ დროს პროცესი არის აბსოლუტურად იგივე, ხო? ხუჭავთ თვალს, ფიქრობთ იმ ადამიანზე, ამ რეაქციების გამომწვევზე. შემდეგ ვადებთ ღუზას თების მოძრაობის მეშვეობით. შემდეგ პირიქით ფიქრობთ რაღაცაზე, რაც ჩვენში თავდაჯერებულობის გრძნობას იწვევს, ხო? ან რაღაცა, რაც საერთოდ ცალფეხზე კიდია, აი აბსოლუტური ინდიფერენტულობის განცდა რო გვაქვს და იგივე ღუზა შეიძლება გავიმეოროთ. ანუ ერთმანეთში შევურიოთ ეს გულგრილობა აბსოლუტური, თავდაჯერებულობა, გულგრილობა, რაღაც არის მიმართ, რაც არნაირი რეაქცია არ გაქვს. და ეს, ასე ვთქვათ, მოწყვლადობა. და მე აღმოაჩენთ, რომ მისი სიტყვების, სიფათის გამომეტყველება, მთელი მისი, ასე ვთქვათ, манипуляციური არსენალი ვეღარ მოქმედებს თქვენზე. ანუ ფიზიკურად სხეულში თუ დაიკარგა რეაქცია, ხო აი? ერთი არის რაღაცეებს ფიქრობ, რაღაცეებს იმიტომ ფიქრობ, რომ სხეული რეაგირებს.
ეს ხეულში რეაქცია რო გაქრება, ცოტა ხანში ის ფიქრებიც გაქრება, ემოციებიც გაქრება და ყველაფერი დარჩენ. და twin-ის კონფიგურაცია ესე ვთქვათ, სხვანაირი იქნება. Okay. აბა როგორ ახართ? გვინდა კიდე ტექნიკები თუ დღეისთვის საკმარისია, იმიტომ რომ მეგონი ბევრი რაღაცა მოგეცით. ბევრი. სანამ წერთ, ხო, მინდა სხვა შეგახსენ, გამოვიყენოთ ეს დრო რეკლამისათვის. რომ ხვალ და ზეგ, ხვალ საღამოს და ზეგ მთელი დღე. ვატარებ ტრენინგს. NLP თვითპროგრამირება. სადაც ვისაუბრებ ტექნიკებზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩვენი ცხოვრების გადაპროგრამება მოვახდინოთ. გარდა ტექნიკებისა, ამ ტრენინგის განსაკუთრებული ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ ხვალ ტრენინგზე აუცილებლად მოვყვები, როგორ გამოვიყენოთ ეს ტექნიკები სისტემურად. როგორ გავაკეთოთ საკუთარი ცხოვრების, საკუთარი მდგომარეობის დიაგნოსტირება, რომ მივხვდეთ, სად, რასთან მიმართებაში გჭირდება კონკრეტული ტექნიკის გამოყენება, იმისთვის რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. ხო და თუ აქტუალურია თქვენთვის, ისწავლოთ, განახორციელოთ საკუთარ ცხოვრებაში რეალური ცვლილებები, თუ მოგბეზდათ წამდაუწომ რაღაცა პრაქტიკები გამოდმებული, საკუთარ თავში გეკვაძიება და გსურთ გააკეთოთ ერთხელ ხარისხიანად, ასე ვთქვათ, ძალიან მდგრადი შედეგით, მომწერეთ პირადში, გამოგიგზავნით ინფორმაციას ამ ტრენინგის შესახებ, მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც ოფლაინ, ისე ონლაინ. თბილისში ტარდება. საბამისად, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და ვისწავლოთ ეს თანამედროვე ინსტრუმენტები, რომლებიც ძალიან ბევრ დროს დაზოგავენ, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ თვითგამვითარება თქვენთვის თუ მიზნად იხსახავს თვითგამვითარებას და არ გადაიქცა უბრალოდ გასართობად, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი მოგხსნათ. აი ამ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტები თქვენს ეზეთ გამოჩნდება. კეთილი. სახელზე და ადგილზე როგორ გავაკეთოთ? ჩვეულებრივად ისეთივენაირად შეგვიძლია გავაკეთოთ დაფიქრდი სახელზე, დაფიქრდი ადგილზე, ის რეაქცია რომ მოვა ამ სახელზე და ადგილზე დაადე ღუზა. მერე იფიქრე იმ მდგომარეობაზე, რაც კიდე ამას დააჯახო, ასე ვთქვათ, და იგივე ღუზა გამოიყენე. ანუ დედააზრი მდგომარეობს იმაში, რომ ორი მდგომარეობა ერთმანეთს დავაჯახოთ. ხო? საპირისპირო. საბამისად, ერთმანეთს ანეიტრალებენ. სხვა დროს ეს კონკრეტული ტრენინგი იქნება თუ არ იქნება, არ ვიცი, რთული სათქმელია, მაგრამ რაღაც ტრენინგები კი იქნება სადაც. იმიტომ რომ მეზდება ხოლმე ერთ და იგივე რაღაცეების კეთება რა. ტრენინგით მარტო მონაწილეები არ უნდა ღებულობდნენ სიამოვნებას, მეც უნდა ღებულობდი სიამოვნებას. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ღუზები არა მხოლოდ იმისთვის, რომ მაგალითად ნეგატიური მდგომარეობები გავანეიტრალოთ, რაღაც არაჯანსაღი იქნება ეს თუ არაჯანსაღი რეაქცია ადგილზე, გარემოზე, ადამიანებზე და ასე შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გარკვეული მდგომარეობები და გამოვიწვიოთ ისინი საკუთარ თავში, მაშინ როდესაც სურს, ხო? მაგალითად, აი თავდაჯერებულობის მდგომარეობა. აი თუ არის რაღაცა სიტუაცია, მაგალითად საჯარო გამოსვლა, მაგალითად მოლაპარაკებები, მაგალითად პაემანი, მაგალითად მილიონი სიტუაცია შეიძლება იყოს, სადაც გჭირდება მეტი თავდაჯერებულობა, ხო? და არა მარტო თავდაჯერებულობა, სხვა შორის ნებისმიერი სხვა მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს სილავე, შეიძლება იყოს ყურადღებიანობა, შეიძლება იყოს დაეჭვების მდგომარეობა. აი, გადასარევი იქნებოდა, ხო, რომ ეჭვის მდგომარეობა გაჩნდეს, მანამ სანამ რამეს ხელს მოაწერს. ხო ყოფილა თქვენში ისეთი. მანდ მაინც ხელს მოაწერა რა, მაგრამ აი რაღაცა გადაწყვეტილებების წინ ძალიან ბევრს მისცემდით, ასე ვთქვათ, იმაში, რომ აი იმ მომენტში დაბრუნდეთ და დაეჭვოთ საკუთარ თავში, ებიჯო რას აკეთებ.
ამიტომ შეიძლება ნებისმიერი მდგომარეობა გამოვიცოთ. მარტივად კეთდება. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მდგომარეობა, რაც გსურთ, რომ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში გადაიტანოთ. და დახუჭეთ თვალი და გაიხსენეთ ის მომენტები, სადაც ეს სიტუაცია გქონდათ. ეს ბოდიში მდგომარეობა გქონდათ. გააჩნია რა მდგომარეობის გადმოტანა გინდათ, ხო? სასურველ სიტუაციაში. აი ეს სიტუაცია გაიხსენეთ და აცალეთ საკუთარ თავს, რომ სხეულში წამოვიდეს ეს მდგომარეობა. და არჩიეთ ასევე რომელიმე თითი, წერა თითი და რომელიმე სხვა, რომელიც აქამდე არ გამოგიყენებიათ და რო იგრძნობთ სხეულში აი ამ სასურველ მდგომარეობას, დააჭირეთ თითები ერთმანეთს, ან გუზად დაიდეთ, ასე ვთქვათ. შემდეგ გაახილებთ თვალი. ასე ვთქვათ, გაიხეთ, გამოიხედეთ, გადაიტანეთ ყურადღება სხვა რაღაცეებზე. ახლა ვაკეთებთ რას? ისევ დახუჭეთ თვალი, იგივე თითებს დააჭირეთ ხელი. დაელოდეთ ეს რეაქცია, რო წამოვიდეს. ის მდგომარეობა, რო წამოვიდეს სხეულში, რაც ღუზით დაამაგრეთ. და შემდეგ დაფიქრდით იმ კონკრეტულ სიტუაციაზე, სადაც გსურთ, რომ აი ესეთ შინაგან მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და წარმოსახვაში გაიარეთ ეს სიტუაცია. აი ამ შინაგანი მდგომარეობით. და დააკვირდით, რა გამოგდით უკეთესად. დააკვირდით, რა იცვლება ამ სიტუაციის აღქმაში, თქვენს აზროვნებაში, შინაგან მდგომარეობაში, განწყობაში და საბოლოო ჯამში შედეგიანობაში. ანუ გამოვიწვიეთ მდგომარეობა, დავამაგრეთ ღუზით, შემდეგ წარმოვიდგინეთ სასურველი სიტუაცია და ეს ღუზა ავამოქმედეთ და გადავიტანეთ მდგომარეობაში. აი აქ შეიძლება რამდენჯერმე დაგჭირდეს გამეორება, რამდენიმე დღე დაგჭირდეს გამეორება, ხანდახან რამდენიმე კვირა, რომ ჩვენთვის სასურველ სიტუაციაში აი ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მდგომარეობა მოდიოდეს. მე როდესაც საკუთარ თავთან მუშაობ და არ იცი ამ ტექნიკების პროფესიონალურად გამოყენება, იმ შემთხვევაში ბევრი გამოყენება ჭირდება ხოლმე რა ბევრჯერ. ამიტომ გეპატიჟებით ხვალ და ზეგ ჩემს ტრენინგზე, სადაც ამგვარ ტექნიკებს უხვად გაგიზიარებთ. ოღონდ ასე ვთქვათ, ამ ტრენინგზე იქნება სიღრმისეული მუშაობის ტექნიკები. როგორ მოვახდინოთ ჩვენს ცხოვრებაში სისტემური ცვლილებები. იმიტომ რომ ერთია რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვარო და მეორეა რომ საერთოდ ცხოვრების მიმართულება შეცვალო. ზოგიერთ შეიძლება ძლიერად ჭირდება ცხოვრების მდგომარეობის შეცვლა, ზოგ შეიძლება 180 გრადუსით ჭირდება მოტრიალება, ხო? ზოგ შეიძლება რაღაც მარტივად ვთქვათ კოსმეტიკური რემონტის ინსტრუმენტები იყოს საკმარისი. შესაბამისად, ობრძანდით და წაიღეთ ეს ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ საკუთარი რეაქციების გადაპროგრამებას, საკუთარი ემოციური მდგომარეობის გადაპროგრამებას, საკუთარი ქცევის გადაპროგრამებას. ესეთ ტრენინგი, ესეთი ინსტრუმენტები და ტექნიკებით მე ჯერ არ გამიგეთებია. იმიტომ რომ ხანდახან უყურებ ხოლმე რომ ჩემი ტექნიკები დააქვთ და არც კი მახსენებენ ხოლმე რომ ჩემგან აქვს მოსწავლე. ხოდა გადავწყვიტე რომ ისეთ რაღაცები მე ვაჩვენო მონაწილეებს, რაც ასე ვთქვათ, არც უფასოდ და არც ფასიანად არ მიმიცია ჯერ არავისთვის და არსად. თუ გაქვთ დარჩენილი რაღაცა დრო, თუ გაქვთ შეკითხვები ღუზების ტექნიკებთან დაკავშირებით, ან
ხვალზე გინდელ ტრენინგთან დაკავშირებით გისმენთ. თუ გსურთ ტრენინგზე მონაწილეობა, უნდა მომწეროთ პირადში ამასთან დაკავშირებით. როგორც თქვი, შეგიძლიათ ოფლაინ მიიღოთ მონაწილეობა, შეგიძლიათ ონლაინ მიიღოთ მონაწილეობა. ასევე დაგრჩებათ ჩანაწერი ტრენინგის და მიიღებთ მონაწილეობის სერტიფიკატი. თუ გვაქვს შეკითხვები, კითხეთ. თუ შეკითხვები აღარ გვაქვს, მაშინ ვიცეკვოთ გასასვლელისკენ. Так, ერთი შეკითხვა მაქვს. ღუზას ჯერ ვაკეთებთ რისის შეცვლაც გვინდა შემდეგ უკვე რითაც ვცვლით, ხო? ტექნიკის ამ ვარიანტში, რომელიც მე გიჩვენეთ, აი მიზნებისთვის რაც გავაკეთეთ სამსავარჯიშოში, ხო, სხვა სიტუაციებში შეიძლება სხვა თანმიმდევრობა იყოს. ცოტა მეტად გამიმარტეთ ღუზების ტექნიკებთან, აი კონკრეტულად რა შეკითხვებებთ. იმიტომ რომ ცოტა მეტად პრინციპში ის რაც ვილაპარაკეთ, საკმაოდ მთლიანად გავშალეთ ეს პროცესი და აი კონკრეტულად რა გაინტერესებთ რომ გითხოთ, კი ბატონო. ხო, სხვათა შორის ხვალ და ზეგინდელ ტრენინგზე ძირითადი ამოცანა არის ორი. ერთი დავამყაროთ საკუთარ შინაგან სამყაროში წესრიგი და მეორე, ასე ვთქვათ, მოვახდინოთ იმ ცვლილებების ინიციირება ჩვენ ცხოვრებაში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მიგვიყვანს ძალიან დიდ კეთილდღეობამდე. და კეთილდღეობაში არა მხოლოდ მატერიალური იგულისხმება, ხო, იგულისხმება ჯანმრთელობა, იგულისხმება ბედნიერება, იგულისხმება ჰარმონია ურთიერთობებში, იგულისხმება ფინანსური ზრდა და ასე შემდეგ. აი მოდი ერთი წუთიც დაგაცდით. და თუ შეკითხვები არ გვაქვს, პრინციპში დღეისათვის სულ ეს. დავარეთ, ასე ვთქვათ, თქვენ ცხოვრებას, ნახეთ, ვინ რა იწვევს თქვენში არასასურველ რეაქციებს და გამოიყენეთ სავარჯიშოები, რომ თანმიმდევრულად აიღოთ და დაცვალოთ ეს ყველაფერი, ხო? ემოციურ წონასწორობას არაფერი გაკარგინებდეთ. ანუ შეკითხვები აღარ გვაქვს. ჩვენიერი გაუფრთხილდით თავს და მომავალ შეხვედრამდე, ვინც წამოხვალთ ხვალ ტრენინგზე, იქ შევხვდებით. შეგახსენებთ ტრენინგზე რომ მოხვდეთ, საამისოდ უნდა მომწეროთ პირადში. აბა გავემშვიდობის და მომავალ შეხვედრამდე.